ვადნის შედეგად მოსახლეობამ 2013 წლის 1 იანვრის კურსთან შედარებით დაკარგა შემდეგი. მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომლებსაც აქვთ დოლარში აღებული სესხი, ჯამში დაკარგა დაახლოებით 713 მილიონი ლარი. მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელიც ლარში აქვთ საბანკო ანაბარი, ჯამში დაკარგა დაახლოებით 415 მილიონი ლარი. მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელსაც ლარში აქვს ფიქსირებული ყოველთვიური შემოსავალი, ბოლო 3 თვეში ჯამში დაკარგა დაახლოებით 210 მილიონი ლარი. ლარის გაუფასურება და ფასების ზრდა აწყობს მხოლოდ მთავრობას, იმიტომ რომ მომავალი წლის სოციალური ვალდებულებების შესრულება უფრო იაფი დაუჯდეს. თუ კურსი დარჩა იმ ნიშნულზე, რაზეც დღეს არის და არ გაუარესდა, მაგალითად თითოეული პენსიონერი ისევ აიღებს 150 ლარს ყოველთვე, მაგრამ ჯამში მწყვიდელუნარიანობის გამო წელიწადში დაკარგავს დაახლოებით 211 მილიონ ლარს. ანუ თვეში 18 ლარს. მართლა ძალიან მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც ექსპერტობენ ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, როცა ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებით ჩვენ დეკემბერში ბიუჯეტის პრობლემები გადავწყვიტეთ. არის აბსოლუტური ტყუილი და უცოდინრობა მათი მხრიდან. ეროვნული ვალუტის კურსის ზრდა საქართველოს მთავრობას ხარჯებს უზრდის, მათ შორის საგარეო ვალის მომსახურების ნაწილში. და არანაირი დამოკიდებულება მას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილთან კონკრეტულად კურს არ აქვს. გარდა ამისა, მე კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს პანიკის, იმიტომ რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს 3 მილიარდ დოლარზე მეტი რეზერვი. დეკემბერსა და იანვარში რამდენჯერმე მოახდინა დოლარის გაყიდვა და ჩაერია ბაზრის საქმიანობაში და ეროვნული ბანკი გააგრძელებს ამ ღონისძიებებს.